მოგესალმებით. დღეს გეტყვით როგორ გავაკეთე 2965 არის დოლარი, ზუსტად არ ვიცი. ანუ ეს გავაკეთე 5 აკაუნტზე ერთად და დღეს აგიხსნით თუ ეგ ტრეიდი როგორ გავხსენი და რატო იყო ძირითადი ვინც ნახე იმ დღეს და ვისაც ვესაუბრე, შესაბამით ქონდა ეს მიმართულება გაგებული და მინდა ის აგიხსნათ ეს რთულ კონდიციაშიც როგორ ვიგებ მარკეტის მიმართულებას. მოკლედ, მოდი დავშალოთ ეს ყველაფერი და გადავხედოთ მაღალ time frames რა. რა სიტუაციაშია. მაღალი time frame-ი, ნუ daily-ზე 4 საათიანზე მარკეტზე bullish order flow-ში ვართ რა. მარკეტს რო ვუყურებ, ხო, ანუ ქვემოთ retracement-ის მიზეზი ერთადერთი რაც შეიძლება იყოს, თავიდანვე რო შევხედე, იყო ეს low-ები, შეიძლება ამ low-ებზე ჩამოსულიყო მარკეტი და ეს low-ები აიღო. შემდეგ ასევე ES-ს რო გადავხედე, ხო? მარკეტი რადგან bullish-ია, ანუ შემეძლო short-ი trade და იმ მიზეზით რომ მარკეტი ამ low-ებზე ჩამოვიდოდა და მერე წავიდოდა ზემოთ. ანუ იმ დროს იმ მომენტში short-ი trade შეიძლება და თუ ნარატივი შემეწყობდა ამაზე double time frame-ზე ხელს რა. მაგრამ რო გადავხედე ES რა, ის low-ები რა low-ებზეც მე ხელ ლაპარაკობდი, მაგალითად აგერ. ყველა ეს low, ეს low-ც და ეს low-ც აქ რაც არის, ეს ორივე low, ES აღებული ქონდა. Thank you-ს არ ქონდა აღებული და რადგან მარკეტი უფრო bullish-ია ვიდრე ბიარიში, ბევრად, ამის გამო მარკეტი აქ რო SMT გაქვს, უკვე აქაც SMT-ია. აქაც SMT-ია და აღარ ველოდებოდი ამ low-ების რომ წამოსულიყო, იმიტომ რომ იდეაში ამ low-ების გარდა მარკეტს ქვემოთ ჩამოსვლის მიზეზი არ აქვს. არც იმბალანსი აქვს რამე ამოსავსები, არც რამე ღრმარი retracement-ი მით უმეტეს არ გვაწყობს. აქ ეს order block-ია, საიდან შეიძლება ავიდეს და გვაქვს ძალიან ლამაზი target-ი, equal high ზემოდაც, ხო? შემდეგ უკვე გადავდივართ double time frame-ზე და double time frame-ზე რას ვუყურებ? Double time frame-ზე ვუყურებ, ნუ აქ ეს order block-ი გვაქვს. ამ low-ებზე არის SMT. ამ low-ებზე SMT არის. ხო? SMT. აქაც SMT არის, ამ low-ებზე ჩამოსვლას აღარ ველოდები, უკვე თავისუფლად თამამად შემილია დავათარგეთო ეს buy side liquidity. ეს სფეროლოგები. ხო? და თუ რა თქმა უნდა external target-ი არის ეს equal high აქ რაც გვაქვს რა. შემდეგ უკვე, ნუ აგერ ეს order block-იც როც არის ამასაც შეგვიძლია შევხედოთ. მე მაგათ არ შემეხედავს, მაგრამ იმიტომ რაც ვჭირდებოდა, იმიტომ რომ ოდესაც იცი რომ ამ low-ების ფასი აღარ ჩამოვა, იქ PDR-ის ნუ როგორც order blocks, break blocks, სფეროლოგებს, inversion სფეროლოგებს მსგავს რაღაცებს აღარ ვეძებდი. და პირდაპირ ორი წამი ეს განმახებული უნდა ყოფილიყო. ხო, ესეთ მომენტში უკვე როცა მარკეტი ის დამოვიწყდა, შევიდი 10 საათზე იყო ნიუსი. არა. გადავახვიოთ ცოტა. ხო, აი ეს საკმარისია. 10 საათზე უნდა ყოფილიყო ნიუსი, არა 9:45-ზე იყო ნიუსი. ამას დავალდი რომ 9:45-ზე ნიუსი გამოსულიყო. გადავახვიოთ. ნიუსი რო გამოვიდა, ფასი დაიდროპა. ნუ ამ სფეროლოგებიდანაც იდეაში ლოგიკურია რომ შეიძლებოდა გაგელონგა, მაგრამ რადგან ეს ძალიან დაიდროპა, მე დაველოდი არც და მეჩქარებოდა. დავინახე რომ გაკეთდა აქ ესეთი PDR-ი. გაკეთდა აქ ესეთი PDR-ი. Energy სფეროლოგები. რის დადისრესპექტებასაც ველოდებოდი, რომ დადისრესპექტებულიყო. გადავახვიოთ. აქ არასპექტებს. აი, სათლისთან როგორც კი ჩაიხურა, აქვე ვუყურებ მარკეტს რა, თუ არ ჩამოვიდა, შემიძლია აქ სამეგრები დავაჭიროთ. თუ არა და აქ გქონდა limit order-ი აქ მედო. თუ არა და ცოტა ზემოთ შეყვებოდი. stop loss-ი აქ მედო, ნუ ცოტა აი აქ, არ მედო თლად მაგადგილეს და target-ი მქონდა ის 15 წუთიანზე, აი ამ high-დან ამ low-მდე premium discount-ი რო გავავლოთ, აი ეს 15 წუთიანის სფეროლოგების შუა ნაწილი მქონდა target-ი. 1 წუთიანზე გადავუბრუნდეთ, მარკეტი შემდეგ ჩამოდის. შევყავართ trade-ში. აი ეს სფეროლოგები break ვერჩება, რაც ჩვენთვის ვერად უკეთესია, რომ სამ trade-ში აქ ვერ შევსულიყავი, ხო? აი აქ უკვე entry-ს გავაკეთებდი, მეორე და საბოლოო entry ამ break block-ზე იქნებოდა და აი ამ order block-ზე აი აქ უკვე ჩემი entry იქნებოდა, stop loss-ი აქ მედებოდა, იმიტომ რომ ეს gap-ი უკვე break away-ია და მაინც იგივე target-ი მექნებოდა მანდ. დავბრუნო უკან და შემდეგ რა თქმა უნდა ავიდა მარკეტმა, ჩემი take profit-ი აიღო და იმაზე short-საც წავიდა, არ მჭირდებოდა მაგაზე short-ს. საკმაოდ სწრაფად გამოვიდი ამ trade-დან და კარგი მოგებას ვნახე. თქვენც მიხვდებით უკვე რომ საკმარისია ამდენი. ჩვენი კონცენტრაცია უნდა იყოს არა deep trade-ებზე, არამედ სისტემატიურ მოგებებზე. ეს trade-იც ძალიან დიდია, 1.3-თან risk to reward-ი არის, რა ვიცი.
აი იმაზე ბევრად მეტია ლოგიკურად რაც გჭირდება მარკეტზე რომ ფული გააკეთო ჩაოლებრივად რა მე უკვე მთელი დღე რა ვიცი ბაიასი უნდა გქონოდათ ფულიში მით უმეტეს ამის შემდეგ აქედან შორტები ვინც მოძებნეთ და აქედან ვინც შორტებს ეძებდით იყო სრული სისულელე ანუ ალოგიკურია რომ ფასი ამ equal high-ისგან არ წავიდეს და მე რა თქმა უნდა მთელი დღე მარკეტი ფულიში იყო და არც გაჩერებულა შემდეგ უკვე PM-ზე რაც მოდი ამასაც გირჩევთ რა შეხედეთ PM-ის სესია რატო იყო ცუდი იმიტომ რომ AM-ე ძალიან კაი იყო ლანჩზეც ჰქონდა დიდი მოძრაობა დისპლეის მეტი ქონდათ მოწნენ გეპი გავიკეთეთ აქ რა თქმა უნდა ვინც ლანჩის აისაღებას ელოდებოდით არ უნდა აიღო ფას მაგრამ PM-ი იქნებოდა რთული სატრეიდო ანუ PM-ზე საერთოდ არ უნდა გეთრეიდოთ თან მარტო მაკრო დროების შეგეხედათ იმიტომ რომ ორივე სესიას კარგი მოძრაობა ქონდა გაკეთებული PM-ი რთული იქნებოდა და აქედან ვინც აქედან ეგრევე გაშორტეთ გაისტოვებოდით და მერე ჩამოვიდოთ ფასი ეგეც ამ ჩამოსვლას რა უთხარი ძლივ ჩამოდის მეტყვით არ უნდა გეთრეიდოთ ეგ სესია საერთოდ როდესაც ესეთი კარგი კონდიცია ქონდა მანამდე ლონდონიც, AM-იც, ლანჩიც, რა ვიცი. აღარ იყო მეტი საჭირო, მით უმეტეს retracements trade-ოდით და თავარი მართულება იმ მაგ დღესით ბულიში იყო. ხო, ეს იყო და ეს დღეისთვის. სულ ეს იყო. მადლობა ხალხ ყურადღებისთვის და როგორც ყოველთვის გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, რომ მეტი და მეტი ესეთი ვიდეო გადავიღო და ისევ როგორც ყოველთვის წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ. ნახვამდის.